ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველის მოსახლეობამ ზემდგომი ორგანოებისათვის გადასაგზავნად საჩივრები მოამზადა. მიწის ნაკვეთის 40 ჰექტარი, რომელზეც მტკვარი ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, სოფელ ძველის მოსახლეობის 50-მდე ოჯახს ეკუთვნის, რაც მათი თქმით უკანონოდ გასხვისდა. დაზარალებულები თავიანთი ფართების დაბრუნებას ითხოვენ. მიწის ნაკვეთის ერთ-ერთი მფლობელი ალექსი ზედგინძე ამბობს, რომ დახმარებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა. მოსახლეობა ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატსაც ესაუბრა, თუმცა აღნიშნულზე რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. ადგილობრივებმა გადაწყვიტეს საჩივარი დაეწერა და საქართველოს მთავარი პროკურორისათვის, პარლამენტის წევრებისათვის, ასევე კოალიცია ქართული ოცნების თბილისის შტაბისათვის გაეგზავნათ. მოსახლეობა ახალი მთავრობისაგან ყურადღებას, ხოლო მტკვარი ჰესისაგან კომპენსაციას მოითხოვს. სოფელ ძველის მოსახლეობის მიწის ნაკვეთები მტკვარი ჰესის საკუთრებაში 2009 წლიდან არის რეგისტრირებული. ასპინძის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობის მშენებლობა კი 2007 წელს დაიწყო. მტკვარი ჰესზე სამუშაოები ამ დროისათვის შეჩერებულია. მომზადებული გვაქვს საჩივარი, მივაკითხეთ ჩვენ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რაზეც დახმარება აგვიღვთქვა და ბოლომდე ვეღარ მივაღწიეთ. გვაქვს განცხადება, ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელმოწერები ერთვის, ხო და ჩვენ გვაინტერესებს ვინ მისცა ეს მიწა უნებართოთ, არანაირი ნებართვა და არანაირი შეკითხვა არ ყოფილა ჩვენთან. უნებართოთ, განმკითხავად, ისე რომ არავის არ შეგვეკითხნენ, თვითნებურად გაიპიროვნეს და დაიმტკიცეს თავიანთ სახელზე უცხო პირებმა, დღესაც არ ვიცით ვინ არიან ისინი. ჩვენ მოვითხოვთ აღდგეს სამართალი და ეს მიტაცებული ტერიტორია, ეს 40 ჰექტარი დაგვიბრუნდეს ჩვენ ისევ ჩვენ პირად საკუთრებაში მოსახლეობას.